ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაბარაკობს თბილისი. დღეს 1984 წლის 27 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებულია კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოსა და მსოფლიო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის ერთგული ლენინელის იური ვლადიმერიძე ანდროპოვის ხსოვნის უკდავყოფა. იაროსლავლის ოლქის ქალაქ რიბინსკს დაერქმევა ქალაქი ანდროპოვი. სტავროპოლის მხარის კურსავკის რაიონს ეწოდა ანდროპოვის რაიონი. იური ვლადიმერიძე ანდროპოვის სახელი ეწოდება პროსპექტს ან მოედანს მოსკოვში, ქუჩებს იაროსლავსა და პეტროზავოდსკში, კანდემიროვკის სატანგო დივიზიას, ერთ-ერთ სასაზღვრო რაზმს და სამხედრო ხომალდს. თბილისელი ჩარხშენებლები ემზადებიან თავიანთი ქარხნის ნახევარი საუკუნის იუბილეს აღსანიშნავად. ქარხანაში ფართოდ არის გაშლილი სოციალისტური შეჯიბრება. გადაწყვეტილია დიადი თარიღი აღნიშნონ 50 დამკვრელური კვირით და 50 ზეგეგმითი ჩარხის გამოშვებით. ორგანიზებულობით, დისციპლინით, რეზერვების გაძლიერებული ძიებით, დიდი შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან მე-19 მექანიკური საამქროს ხარატები, კომკავშირელი დავით ავაზაშვილის ხელმძღვანელობით. აღმოსავლეთ საქართველოში უხვი თოვლისა და ყინვების შემდეგ გაზაფხულის სითბო მოვიდა და შირაქის ველის მიწათმოქმედებმა დაიწყეს მზესუმზირის მასობრივი თესვა. წითელწყაროს რაიონის მინდვრებზე აგრეგატები პირველმა სოფელ ჯაფარიძის კოლმეურნეობის მექანიზატორებმა ალექსანდრე ბერძენიშვილმა და პავლე მუჟიჩენკომ გაიყვანეს. ხუთწლედის მესამე წელს მათ ჰექტარიდან მიიღეს 15 ცენტნერი თესლი. ახლა კი გამოვიდნენ სოციალისტების ინიციატორება და იკისრეს ახალი ვალდებულება. თითოეულ ჰექტარზე 18 ცენტნერი მოიწიონ. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა გმირიდედის წოდება და გადაეცა გმირიდედის ორდენი 10 შვილის მშობელ და აღმზრდელ დედას ეთერ ჰუსეინისას ფუტკარაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის კოლმეურნეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვედრა მოაწყო სხვადასხვა ჯურის ემიგრანტ ნაძირალებთან, მათ შორის კუბის კონტრრევოლუციონერი ნაძირალების მეთაურებთან. რეიგანის სიტყვაში უხვად იყო საზღვარი ჭორები კუბისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მიმართ. რეიგანის ეს გამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ როცა საქმე ეხება ამერიკის კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებისთვის სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევას, მაშინ იგი უარს არ ამბობს, გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა დაეხმაროს დიქტატორულ რეჟიმებს, კონტრრევოლუციურ ბანდებსა და სხვა ნაძირალებს. გადმოიცემოდა 1984 წლის 27 მარტის უკანასკნელი ცნობები.